ყველაფერს ასაც დასაწყისი აქვს ასევე დასასრულიც. ასევე იყო ჩემი საფრანგეთში ყოფნაც, რასაც დღევანდელ ვიდეოში ნახავთ. წლევანდელი რთველი მედოქში ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და ჯამში 9 სამუშაო დღე გასტანა. ყურძნის კრეფა ხელით ხდებოდა, ხოლო ის თუ რა ხდებოდა ყურძნის მიმღებში ყველას დაგაინტერესებდა. ყურძნის მიღება ხდებოდა შემდეგნაირად. ყუთებიდან ყურძნის დაყრა და განაწილება სპეციალურ ლენტა ტრანსპორტიორზე, სადაც რამოდენიმე ადამიანი იდგა და უბრალოდ ვენახიდან შემოყოლილი ფოთლების განაცლიდა. შემდგომ ეს ყურძენი ადიოდა კლერცაცლელში და ხდებოდა მისი კლერტგაცლა. კლერცაცლელი იყო სპეციფიური, ანუ ძლიერი ვიბრაციების საშუალებით ბერტყავდა მტევნებს და ისე აშორებდა კლერტს მარცვლისგან. და ყველაზე საინტერესო, კლერტგაცლილი მარცვლები შედიოდნენ სპეციალურ ლაზერულ გადამრჩევში, ანუ ეს აპარატი ახდენდა ჯანსაღი მარცვლის დაავადებული და არაკონდიციური მარცვლისგან გადარჩევას. თან ძალიან მაღალ სიჩქარეზე. ამ აპარატის სახელწოდებაა ბუშერ-ვისტალისი. ამ აპარატის გამოყენების მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება საღი მარცვლები წასულიყო ცისტერნაში, რადგან როგორც მოგეხსენებათ, დამპალი, დაზიანებული, არაკონდიციური მარცვლები უარყოფით როლს თამაშობენ ღვინის ხარისხზე. ერთი რომ შეიძლება ღვინის გემონურთვისებებზე უარყოფითი როლი იქონიოს და მეორეც დაზიანებულ მარცვლებში ჩაბუდებულმა ინფექციამ შეიძლება ღვინო დაავადოს და გააფუჭოს მომავალში. ლაზერული გადამრჩევით შემდეგი პრინციპით მუშაობს. აპარატის გამოსასვლელში აყენია ლაზერული სენსორები და ჰაერის მაღალი წნევის პისტოლეტები. გაფუჭებული მარცვლის პოვნის შემთხვევაში სენსორი აძლევს სიგნალს მაღალი წნევის პისტოლეტს, რომ ამ აპარატიდან გამოსვლის დროს ეს მარცვალს ძლიერად შეუბეროს და დაბლა ცალკე კონტეინერში ჩააგდოს, სადაც ბოლოს მოგროვდება ეს უდი მარცვლებიც. ეს ყველაფერი გავარჩიეთ შენელებულად, თორემ რეალობაში ეს პროცესი ძალიან სწრაფად ხდება, რის გამოც ყურძნის მიღების პროცესი ძალიან სწრაფია. ერთ სრულ დღეში შეიძლება 60 ტონამდე ყურძენმა გაიაროს ამ აპარატში. თან ეს 60 ტონა იქნება უკვე ლაზერულ გადამრჩევში გავლილი უმაღლესი ხარისხის მასალა. ყურძნის მიღები ხაზი რეალურად იმდენად ავტომატიზირებული და თანამედროვე იყო, რომ ერთადერთი საქმე, რაც მანაში რთვლის დროს გვევალებოდა, ეს იყო, როცა ერთი ცისტერნა გაივსებოდა, ყურძნის მილი მეორე ცისტერნაზე გადაგვეერთებინა. და რა თქმა უნდა, გვეკონტროლებინა ამ დურდოს ქიმიურ-ფიზიკური მაჩვენებლები, ანალიზების დახმარებით. მომუშავე პერსონალის მენეჯმენტი ისე იყო დაალაგებული, რომ ყოველ დღეს სხვადასხვა საქმის კეთება გვიწევდა. ანუ ერთმანეთს ვენაცვლებოდით. მაგალითისთვის, თუ ერთ დღეს მუშაობდი ყურძნის მიმღებში, მეორე დღეს დიდ მუხის კასრში მადუღარი ჭაჭებისთვის უნდა მიმეხედა, დამერია, დილა საღამოს ტემპერატურა გამეზომა, შაქრიანობა გამეზომა, როგორ იკლებდა დუღილის დროს და ეს ყველაფერი ფურცლებზე ამესახა მე დოკუმენტებში. ეს მადუღარი მუხის კასრები იყო დიდ მაცივარ კონტეინერში, რომელიც დუღილის დროს აგრილებდა ჭაჭას. ეს ყველაფერი იყო ჩაკეტილ სივრცეში, ამიტომაც ყოველი შესვლის წინ უნდა გამეკონტროლებინა CO2-ის გაზის რაოდენობა. როგორც მოგეხსენებათ, ალკოჰოლური დუღილის დროს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი გამოიყოფა, რასაც ადამიანის ჯანმრთელობაზე სასიკვდილო შედეგი აქვს, ხოლო თუ ის სივრცე, სადაც ჭურჭელია, სათანადოდ არ ნიავდება, ეს გაზი დიდი რაოდენობით იწყებს დაგროვებას, რამაც შეიძლება წამიერად გათიშოს ადამიანი. ამიტომ თან მქონდა სპეციალური CO2-ის საზომი ბურთი, რომელსაც კონტეინერში შესვლამდე შევაგდებდი და მეტყოდა, უსაფრთხო იყო თუ არა შიგნით შესვლა ჩემი. ეს აპარატი ტელეფონთან Bluetooth-ით იყო დაკავშირებული და ზუსტად მეუბნეოდა იმ სივრცეში ნახშირორჟანგის დოზას პროცენტში. ესეც მეორე კონტეინერი. დოზის რაოდენობიდან გამომდინარე სპეციალურ ხმას გამოსცემდა. რამდენიმე წუთს კარს ღიას ტოვებდი, რომ განიავებულიყო კარგად და უკვე მერე შევდიოდი შიგნით. მაინც უსაფრთხოების მიზნით. ამ დიდ კასრებში ჭაჭის დარევებს არა ტრადიციული ჯოხით, ჩარევით, პიჟაჟით, რასაც ეძახიან, არამედ სპეციალური კასრის სატრიალებლით ვაკეთებდი. ანუ ამ კასრს კეტავდი და სპეციალური ელექტროსატრიალებლით 2-3 კასრის ბურნი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჭაჭა კარგად დარეულიყო შიგნიდან. დღეები გადიოდა და ღვინოები დუღილსაც ამთავრებდნენ. უკვე დგებოდა ჭაჭიდან მოხსნის და გამოპრესვის დროც. ნოემბერის დადგა, ვენახები გადაყვითლდა. რთველი უკვე ერთი თვის მიღებული იყო და უკვე ჭაჭების გამოპრესვასაც ვიწყებდით.
მარანში ფანჯრიდან მზის ხილმა შეომარათა და რაღაცნაირად მიიქცია ჩემი ყურადღება და ეს ყველაფერი დავაფიქსირე კადრზე. ცოტა ხნის მერე მივხვდი, რომ უბრალოდ მუშაობა უნდა გამეგრძელებინა. სამსახურის მერე ხან მანქანით საყიდლებზე გასული, ხან კიდევ ფეხით დავდიოდი და ისე ვათვალიერებდი არემარეს. სიწყნარე მზიანი ამინდები, მაგრამ ნოემბრობას მაინც თავისი სიცივე ჰქონა შემოტანილი. ფებრუარსთან სასაფლაო. ამ რიგებიდან არის გამოტანილი. ამოწურეს ამათმაც თავისი რესურსი. ახალგაზრდების დროა. ახალგაზრდები და რა იცი კიდევ რამდენი ხანი ემსახურებიან ესენი ამ ტერიტორიებს. ერთ დღეს საერთოდ პოიაკში გავაჩერე მანქანა და ქალაქში მოვიწყე პატარა ტური. თან ნატროს საფერავის მქონა წაღებული და შანსი არ იყო, რომ ასეთ ადგილებში ნატროს საფერავის გარეშე ვყოფილიყავი. რა ვთქვა, წყნარი ქალაქი, ვიწრო ქუჩებით, ძველებური ორსართულიანი შენობებით და ქალაქის ცენტრში დიდი ეკლესიით. და აქვე Facebook-ის პოსტიც, ნატროს საფერავი აგრძელებს თავის მოგზაურობას პოიაკში, მსოფლიო კლასიკური მეღვინეობის ცენტრში. მინი ფოტოსესიის მერე შევედი პოიაკის ეკლესიაში, პირველი შთაბეჭდილებები იყო ის, რომ სიცარიელე იყო უბრალოდ, მაგრამ ძალიან დიდი სივრცე იყო და სადღაც მოშორებით გალობდა ბერი. სხვათა შორის წირვის დღე იყო და ეკლესიაში ჩემს გარდა არავინ არ იყო. ნახევარი საათის განმავლობაში ვიდექი და უსმენდი გალობას. პარასკევი დღეც მოახლოვდა, ფრენა კვირას დილის 6 საათზე მქონდა, ხოლო პარასკევი ჩემი ბოლო ოფიციალური სამუშაო დღე იყო უკვე. ნელ-ნელა ღვინოების უმრავლესობა დუღილს ამთავრებდა, კონტეინერ მაცივრებიც გაითიშა და სპეციალური ელექტრომტვირთავით გამომქონდა კასრები, რომ იქიდან მე ჭაჭა ამოგვეღო და გამოგვეპრესა. ამავდროულად რეცხავდი და ვამზადებდი ახალ კასრებს, რომ მასში უკვე ეს გამოპრესილი ღვინო ჩამესხა. ჩემი აქედან წასვლის დრო რაღაცნაირად თანხვედრაში იყო ღვინოში მიმდინარე პროცესებთანაც. მეც მივდიოდი და ღვინოებიც თავის პროცესებს უკვე ამთავრებდნენ. მოვიდა შესვენების საათიც და ჰოის აოცრებაო. ჩემს თანამშრომლებს ეზოში მცირე ფურშეტი გაუშლიათ ჩემი გატარებული დროის აღსანიშნად. მეც გადავედი ჩემს სახლში, ავიღე ნატროს საფერავი, რომელიც ჩამოსვლის დღიდან, ანუ 1 სექტემბრიდან ყველგან თან დამყვებოდა და მივიტანე სუფრაზე. ჯერ პარიზის აეროპორტში ბარგის დაკარგვა, სადაც ეს საფერავი მედო. მერე ამ ბარგის მოძებნა და მიღება, შემდეგ ბორდოს რეგიონის დაპყრობა, ჩვენი სენტესტეფის კლიპი, რომელიც Facebook გვერდზე მედო. პოიაკის მონახულება, პოიაკის პოსტი, ჩემთვის ეს ღვინის ბოთლი უბრალოდ ბოთლზე ბევრად მეტი იყო. და ზუსტადაც რომ ბოლო მომენტისთვის მქონდა 2 თვე ნახევარი შემონახული. გავიტანე, გავხსენით, სხვათა შორის პირველად გასინჯეს საერთოდ ქართული ღვინო. და ყველა ძალიან მოეწონა. ჩემო მეგობარმა ნიკოლამ კაცრად მომთხოვა, რომ მთელი ამ წლის მოსავალი უნდა მომყიდო იცოდეო, რაც არ უნდა დაჯდეს მთლიან პარტიას ახლავე ვღებულობო. ნატროს საფერავის გარდა სხვა ღვინოებიც მოუტანიათ, მთავარმა მეღვინემ 1855 წლის კლასიფიკაციის 1 კლასის შატო ლატურის ღვინო მოიტანა. და ასე, ნატროს საფერავი შატო ლატურის გვერდი-გვერდ დევს და მასთან ერთად ისინჯება. ამ ფურშეტის მერე ცოტა წავიმუშავეთ, მოვალაგეთ მარანი. მეც პირველად 2 თვე ნახევარში
იატაკის საწმენდი აპარატით ჩავიარე მარანში და იატაკი გავწმინდე და დავიშალე. და დამშვიდობების წინ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრთან ჩავწერე ვიდეო, სადაც ყველამ თავისი გულწრფელი სიტყვა მითხრა. Dear Mihai, it was a great pleasure to welcome you at Château Ferrand-Ségur. I was very happy to work with you. I hope that you enjoy your trip in Bordeaux, in Saint-Estèphe and in Château Ferrand-Ségur and all the region. And I wish you many good things for the future. Enjoy. Thank you very much, Mihai. Bye-bye. Hi Micho, it was very nice to meet you. It was a pleasure to work with you, and I hope you learned some stuff that you can do as well in Georgia to make the best wine in Georgia. He stole my sentence, I wrote it in the thing. And I hope you had a good time. We had a good time, and that you learned what you wanted to learn, and that you will be back at some point. Very best wishes for everything and the rest of what you want in life. Michu, I know that the force is in you. I believe in you. I'm sure you will make the best wine of Georgia. Good luck, and I wish you only the best. Bye. Mihai, je te souhaite un beau retour. Merci d'être venu voir un peu la France. Nos spécialités, j'espère qu'elles t'ont plu. Et bon retour à toi et à très bientôt, j'espère. Merci. Écoute Mihai, ça a été un plaisir de travailler avec toi et j'espère que tu vas bien rentrer en Géorgie et que tu auras, comment te dire, appris plein de choses avec nous et ça a été un plaisir de t'avoir avec nous dans l'équipe. Bon merci Mihai pour ton aide précieuse et puis bon retour en Georgia et puis peut-être à une prochaine, on ne sait jamais, et peut-être en France ou en Georgie, qui sait. Thank you for everything, Micho. See you soon, maybe in Georgia or maybe in France. Don't hesitate to come to Bordeaux if you want to visit once, because you didn't have the time to visit. So maybe next time you will come and we will take time to visit Bordeaux. Thank you. See you soon. Bye bye. Yes, bon, merci Micho d'être venu et puis bon retour chez toi. Je pardonne Mihai. Et bonne continuation pour la suite, Micho, et puis merci d'être venu en France et j'espère que ton stage t'a plu. Voilà. So thanks Michu. I wish you the best in Georgia, and you know what to do when you're back in France. მოკლედ გამოვედი პარკინგზე, პიპერში ვიჯდები, წავალ ამჯერად ბოლო შოპინგზე. პატარა სნექებს ვიყიდი რა გზაზე, მაინც ძალიან გრძელი გზა მაქვს გასავლელი, მაგას ნახავთ მერე. აბა აპ ესე ჩვენი ბოლო შოპინგი მეგობრებო. ბოლო საღამო. ორ თვის განმავლობაში რამდენჯერ ვარ აქ მონასვლელი, წანასვლელი, მოკლედ ვერ დაითვლი. წავედით. ალე, მოკლედ ნელ-ნელა ოთახს ვალაგებთ. ჩაუბარგდით, დავცალეთ ტანსაცვლისგან, პირადი ნივთებისგან. ერთი ჩემოდანი ეს მეორე დიდი იქით ნაგავი, მოკლედ ვიცლებით და ვსუფთავდებით რა. ისე ვტოვებთ აქაურობას, როგორც თავის დროზე როცა ჩამოვედი. აი შენც უნდა გადავაგდო საწავო. ამ ხელთათმანებით მუშაობდი მარანში, აი კასრებს ამით ვატრიალებდი და ვაბზრიალებდი.
რა ვქნა ბა? ისეთი ტენიანობა არის აქ რომ აი დაშმორდა რასაც ქვია სისველისგან ოსო იქ სისველეში მარანში რომ მუშაობ კასრებთან მუშაობ სუსველია იქ და თუმცა ხა აზრი არა აქვს ამის წაღებას აგერ ვენახით გადაყვითლებულა უკვე ფოთოლის ცივანელნელა მოკლედ ისე დავტოვეთ ეს ოთახი, როგორც ჩვენამდე იყო, დაახლოებით. უკანა გზა იყო ხანგრძლივი. ჯერ მანქანით სენტესტეფიდან პოიაკამდე მერე პოიაკიდან ბორდომდე მატარებლით ვენახებში გახვეული ბორდოს სარკინიგზო სადგურიდან კიდე ტაქსით აეროპორტამდე და კურიოზი 15 წუთი ვიძახებდი ტაქსის და 5 მძღოლმა გამიუქმა მგზავრობა და მე-6 მძღოლი რომელიც მოვიდა აღმოჩნდა ზუსტად ის ადამიანი ვინც თავის დროზე აეროპორტიდან სადგურამდე მომიყვანა 1 სექტემბერს ანუ იგივე ადამიანი შევხვდა რა აეროპორტში მისვლისას დაგეგმილი მქონდა რომ ღამეს გავათენებდი აეროპორტში და დილის 6 საათზე მქონდა ფრენა და არამ გავფრინდებოდი დილითვე პარიზამდე. პარიზიდან კი თბილისამდე. Air France-ის კუთხესთან ვარ მოსული ხა გავარკვევ რაღაც. მაგრამ აქაც იაღლიშის გარეშე ხომ ვერ გამოვიდოდი. სადღაც 11 საათი იყო ღამის. ვზივარ ჩემთვის აეროპორტში და დამადგა აეროპორტის დაცვა. და მეუბნება რომ ღამე აეროპორტი იკეტებაო. კითხვაზე თუ საწავსული ყავი, აქაური არ ვიყავი. მეუბნება რომ მაგათი საქმე არ იყო ეგ. წადი სადმე რამე სასტუმროს ნახავ რა, გზად რამეს ნახავ. მოკლედ გამომაგდეს აეროპორტიდან. გამოვედი და ვნახე რომ სადღაც ჩემგან 600 მეტრში იყო სასტუმრო უახლოესი და ვიფიქრე მეთქი გავისეინებ ფეხით და ისე მივალ თქვა აქვე. მაგრამ გამოსვლისას ისეთი არასახარებიელო ხალხი ტრიალებდა აეროპორტის გარშემო რომ თან შუაღამისას გადაწყვიტე რომ ვარემ ტაქსი გამომეძახა და წავედი ისე სასტუმრომდე. რამოდენიმე საათი ძილი კი შემერგო და სადღაც 4 საათზე გავედი ისევ აეროპორტში და როგორც იქნა გავფრინდი. ბორდო პარიზი და პარიზი თბილისი. ჩემი ფრანგული ვოიაჟიც დამთავრდა. მხოლოდ ჩემთვის სიმღერა რამე რომ დაღალილ თვალებს სანთელივით დაადნეს ღამე ეგ სულ ერთი არა სიმღერა პოღონდი მღერე განშორებისას კიდევ იმღერე რამე იმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღები დროამ წუწებსაც გადააქცევს მალე მოგონება და თან გახվება სიყვარული მას როგორც ნამქერი იმღერე რამე იმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღები ნამეტანი აჭყიდებს კაცოზე.
რომელისა 12 რა თუ